Mariam Gigani, ქრონიკის კორესპონდენტი შემოგვერთება პირდაპირ ეთერში და მასთან ერთად ვისაუბრებთ საარჩევნო კამპანიაზე შეერთებულ შტატებში. მარიამ, მოგესალმები. დავიწყოთ ბაიდენისა და ტრამპის ხელახალი შერკინებით. პრინციპში ასეთი რამე 70 წელია შტატებში არ მომხდარა, რომ ყოფილი კონკურენტები ისევ ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გარანტირებულია, რომ ტრამპი და ბაიდენი იქნებიან თუ უნდა ველოდოთ რაიმე სურპრიზებს, სანამ ოფიციალურად დასახელდებიან? მივესალმები იმედის მაყურებელს. 8 თვე რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ამ დრომდე ჩატარებული პრაიმერიზების შედეგების მიხედვით ჯო ბაიდენმაც და დონალდ ტრამპმაც უკვე დააგროვეს საკმარისი დელეგატები იმისათვის, რომ პარტიის ყრილობებზე მოხდეს მათი ოფიციალური ნომინირება. რაიმე სიურპრიზებს ამერიკელი ამომრჩეველი არ ელოდება, უფრო მეტიც გასულ კვირას ჩატარებული ეგრეთ წოდებული სუპერ სამშაბათი შეფასდა როგორც ყველაზე პროგნოზირებადი სუპერ სამშაბათი. ეს იყო, როდესაც ერთდროულად 15 შტატში აირჩიეს სასურველი კანდიდატი, რადგან ჯო ბაიდენსაც და დონალდ ტრამპსაც რეალურად არ ახავს ალტერნატივა და არ ახავს კონკურენტი საკუთარი პარტიიდან. ჯო ბაიდენის ოფიციალურად ნომინირება თავისი პარტიიდან, დემოკრატიული პარტიიდან მოხდება აგვისტოში პარტიის ყრილობაზე, ხოლო დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიიდან მოხდება ივლისში. სიურპრიზებს არ ველოდებით, თუ კი რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ მოხდა. ერთადერთი წინაღობა აქვს დონალდ ტრამპს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, რადგან იგი 91 ბრალის წინაშე დგას და სასამართლო პროცესები ელოდება მას წინ და ამერიკელი ექსპერტები და ამერიკული მედიაც ერთადერთ თეორიად მისი, ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო რბოლიდან გათიშვის განიხილავენ იმ შემთხვევას, თუ კი დონალდ ტრამპი ამ სასამართლო პროცესების პარალელურად ვერ გაუმკლავდება საარჩევნო კამპანიასაც და თავად გამოეთიშება, თუმცა თუ კი დავაკვირდებით მის ამ დრომდე განვლილ საარჩევნო კამპანიის გზას, ეს არის ნაკლებ სავარაუდო. მარიამ, რას ამბობენ ექსპერტები, როგორია კვლევები, ვისა აქვს ახლა შანსი უფრო მეტი და საერთოდ შესაძლებელია თუ არა კამპანიის ამ ეტაპზე რაიმე ესეთი დამაჯერებელ პროგნოზზე ვილაპარაკოთ? მაგდა საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება და სხვათა შორის ერთ-ერთი რთულად პროგნოზირებადი იქნება ეს არჩევნები იმ მხრივ თუ ვინ გაიმარჯვებს, რადგან უახლეს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს თუ გადავხედავთ, რომლებიც ყოველკვირად ტარდება, რეიტინგებში ერთმანეთს ფეხდაფეხ მიყვებიან ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი და ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის დონალდ ტრამპი უსწრებს კიდევაც ჯო ბაიდენს. როგორც ამერიკული მედია და ამერიკელი ექსპერტები პროგნოზირებენ, გამარჯვებულ კანდიდატს დიდი ალბათობით 5 ნოემბრის არჩევნებში ექნება საკმაოდ მცირე სხვაობა ოპონენტთან შედარებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი რისი დანამდვილებით პროგნოზირება შეიძლება არის ის, რომ საარჩევნო კამპანია იქნება საკმაოდ დაძაბული. ჯო ბაიდენმაც და დონალდ ტრამპმაც ერთმანეთის მისამართით სიტყვიერი დაპირისპირება უკვე დაიწყეს. ორივე კანდიდატი ცდილობს, რომ ხაზი გაუსვან ერთმანეთის უარყოფით მხარეებს. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები სიბნელესა და ქაოსში გადაეშვება და თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დემოკრატ ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ იბრძოლონ დემოკრატიისთვის და გადაარჩინონ დემოკრატია დონალდ ტრამპისგან. დონალდ ტრამპი კი თავის მხრივ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს ყოველივე ცუდში, რაც ამ წუთას მთელ მსოფლიოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, მათ შორის ადანაშაულებს უკრაინაში დაწყებულ ომში, ახლო აღმოსავლეთის კრიზისში, ამერიკის შეერთებული შტატების ინფლაციასა და მექსიკის საზღვართან შექმნილ კრიზისში. თუმცა წინასაარჩევნო კამპანია იქნება საკმაოდ დაძაბული. დაძაბული იქნება, ცხადია, ტრამპის кейსი, როდესაც შენ ამბობ, რომ არაერთი საქმეა მის წინააღმდეგ აღძრული, რა თქმა უნდა, შემაფერხებელი შესაძლოა გახდეს დონალდ ტრამპისთვის, თუმცა ამ მხრივ არც ბაიდენია გამონაკლისი, მისი შვილის საქმე არის საკმაოდ პრობლემური, ხო? და საკმაოდ სკანდალურიც. დიახ, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ აღძრულია საქმე, მას ედავებიან, რომ პოლიტიკური გავლენების სანაცვლოდ, კერძოდ მამამისის ჯო ბაიდენის სახელს იყენებდა და ამის სანაცვლოდ უცხო ქვეყნებიდან იღებდა მილიონობით დოლარს. რესპუბლიკელები ედავებიან ჯო ბაიდენსაც, რომ თავადაც იყო ამ თავისი შვილის ბიზნეს სქემაში მონაწილე, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეალური ხელშესახები მტკიცებულებები ამ ეტაპზე რესპუბლიკელებს არ აქვთ. გრძელდება ამ საკითხის მოკვლევა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ
ჰანტერ ბაიდენის საქმეს დიდი გავლენა არ ექნება ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაზე. ჯო ბაიდენისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ორ მთავარ მტრად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენი არის მეტისმეტად დასაკოვანი იმისათვის, რომ ხელახლა იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტისთვის. ის არის 91 წლის და გამოკითხვებში ვხედავთ, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 50%-ზე მეტი შიშობს, რომ ის იქნება მეტისმეტად დასაკოვანი და ეჭვქვეშ აყენებენ მის შრომის უნარიანობას და ამის ფონზე საკმაოდ იკლებს ჯო ბაიდენის რეიტინგი და არსებობს იმისი საფრთხე, რომ დემოკრატი ამომრჩევლის აქტივობა იყოს საკმაოდ დაბალი 5 ნოემბრის არჩევნებში და ამან შეიძლება შეუშალოს ხელი უფრო მეტად ჯო ბაიდენს გამარჯვების გზაზე. აი ბაიდენის შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საგანი არის დემოკრატიული პარტიისთვისაც, რამდენიც შეძლებს ის მთელი დატვირთვით ჩაატაროს კამპანია, შეხვედრების სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა ამ აქტივობებში, მათ შორის დებატებშიც კი, რამდენად აქტიურად განიხილება ეს საკითხი და შეიძლება თუ არა მართლაც რომ მისთვის რაღაც ცოტა ესეთი შეზღუდული ფორმატის კამპანია და ღონისძიებები დაიგეგმოს და ჩატარდეს, თუ არის ამაზე მსჯელობა? სხვათა შორის ამერიკულ მედიაში ბოლო დროს უფრო და უფრო აქტიურად შუქდებოდა ის თემა, რომ ბაიდენი მეტისმეტად დასაკოვანია, რომ ბაიდენს შესაძლოა რაღაც გონებრივი პრობლემები ჰქონდეს ასაკიდან გამომდინარე და გასულ კვირას კონგრესში მისი სიტყვით გამოსვლა წლიური მოხსენების ჩაბარების დროს ჯო ბაიდენმა ეცადა, რომ ამომრჩევლებისთვის, საკუთარი პარტიისთვისაც და ოპონენტისთვისაც დაემტკიცებინა, რომ ეს ყოველივე სიმართლე არ არის. სწორედ ამიტომ ის 67 წუთიანი გამოსვლა, რაც მას კონგრესში ჰქონდა, იყო საკმაოდ ენერგიული, საკმაოდ ხმამაღალი, საკმაოდ აგრესიული. თუმცა, თუ კი გადავხედავთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, ამ კონკრეტული გამოსვლის შემდეგ ბაიდენის რეიტინგი უკეთესობისკენ არ შეცვლილა. თუმცა, ამერიკულ მედიაში და ამერიკელი ექსპერტები განმარტავენ, რომ იმ ტონით, რა ტონით შექმნა ამ მოხსენების დროს ჯო ბაიდენმა, უნდა ველოდოთ, რომ იგი მაქსიმალურად ეფექტიანად და აგრესიულად იბრძოლებს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ასე ვთქვათ, ერთგვარ კოზირადაც გამოიყენებს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მადლობა მარიამ გიგანცის, გვიყვებოდა ბაიდენის და ტრამპის უკვე ისტორიული და ასე ვთქვათ ეპოქალური დაპირისპირების შესახებ. მადლობა.